ნინო კალანდაძეა ჩვენი სტუმარი, მოგვიანებით ჩვენ გვექნება ჩართვა თინა ბოკუჩავას ჩავთავთ უკრაინიდან, სადაც ის იმყოფება კიევში და გვეტყვის რა განწყობაა კიევში, რა სიახლეებია ის მართავენ შეხვედრებს. მანამდე ნინო კალანდაძეა ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით კალდონ. მოკლედ რომ შევაფასოთ სად ვართ 3 წელიწადნახევრის თავზე, დაახლოვდა თუ არა დასავლეთის პოზიციები, ანუ შეჯერდა ამერიკის და ევროპის პოზიციები მასთან დაკავშირებით, რომ კი ეს ომი უნდა შეწყდეს, მაგრამ უნდა შეწყდეს უკრაინის უსაფრთხოების მაღალი გარანტიებით და არა იმ პირობებით, რასაც პუტინი აყენებს. საღამოშიდობის სოფო მივესალმებით თქვენს მაყურებელს. 3 წლის შემდეგ სად ვართ? ოპტიმისტური შეფასებით რომ დავიწყოთ, ვართ მინიმუმ იქ რომ ევროპელ ლიდერებს შორის არის კონსენსუსი რამდენიმე ძალიან საკვანძო და მნიშვნელოვან საკითხზე, თუ ჩვენ შევადარებთ მათ პოზიციებს, თუნდაც 2014 წლის რუსეთ-უკრაინის ომის ომთან მიმართებით და 2008 წლის ომთან მიმართებით, სადაც ყველაფერი იგივე იყო, რუსეთის პირობები იგივე იყო, ეს ომი სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ საქართველოს და უკრაინას არ ქონოდა შესაძლებლობა თავიანთი სუვერენული მისწრაფებები განახორციელებინათ და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი გამხდარიყვნენ. მაშინ ცნობიერება ევროპელების არ იყო იმ დონეზე, რომ ეს არის არა, ანუ აქ სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა და საქართველო იყო, არამედ სამიზნე პირველ რიგში დასავლური უსაფრთხოება, დასავლური ღირებულებები და საბოლოო ჯამში დასავლური დედაქალაქებიც იყვნენ. დღეს ეს ცნობიერება ძალიან კარგად არის გამჯდარი ევროპელ მოთამაშეებს შორის, მათ შორის ახალ ლიდერებს შორის, რომლებიც ევროპის წამყვან ქალაქებში დღეს პოლიტიკას განსაზღვრავენ. ეს ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ისინი არ უყურებენ უკრაინას განყენებულად, არამედ უყურებენ როგორც ევროპული უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს, რომ ეს ომი არის ევროპის წინააღმდეგ და არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, ეს ერთი. და მეორე ის, რომ ისინი მიიჩნევენ, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის დიპლომატიური დიალოგის რესურსი როგორც ასეთი არ არსებობს, არამედ არსებობს მხოლოდ ზეწოლის ბერკეტები და მხოლოდ ძალისმიერი პოზიციებიდან მასთან შემდგომ მოდალობებზე საუბრის რესურსი. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საერთოდ რამე გარღვევა ვიქონიოთ მომავალში და საერთოდ შესაძლებელი იყოს, რომ რუსეთმა თავის პოზიციებიდან უკან დაიხევს. ეხლა რის მიმართაც შედარებით სკეპტიკური დამოკიდებულება არსებობს ობიექტური მიზეზების გამო, არის რამდენად ერთიანია ამ პოზიციებში ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია, რამდენად ასევე მიიჩნევა, რომ ახლა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის სწორედ დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული ომი, რომელშიც ამერიკა მინიმუმ ისეთივე ძალისხმევით უნდა მონაწილეობდეს, როგორც ამას აკეთებს ევროპა, იმიტომ რომ ეს არის მთლიანად დასავლური ღირებულებების, დასავლური ცივილიზაციის და დასავლეთის მიერ დაწესებული საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ განხორციელებული ძალისხმევა რუსეთის მხრიდან. აქ სკეპტიკური მოსაზრებები იმდენად არსებობს, რამდენადაც ჩდება განცდა, რომ ძალიან ბევრი დრო გადის აი იმ პროცესში, რასაც ქვია ვლადიმერ პუტინისთვის განსაკუთრებული ფორის მენიჭება. ლოგიკურია, რომ მოლაპარაკებებში თუ გინდა წარმატება იქონიო, მხარეს ნებისმიერ მხარის პოზიციებიდანაც უნდა ამოხვიდე. უბრალოდ ვლადიმერ პუტინს მოქმედების ისტორია აქვს იმდენად მყარი, რომ პრინციპში საკმარისი თავდაჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ამ ომის დასრულება დღეის მდგომარეობით არ სურს. და ვინაიდან მას ომის დასრულება არ სურს, აქ ჩიხური ვითარება იმიტომ იქმნება, რომ იმისთვის, რომ მოლაპარაკებები შედგეს და პროცესი დაიწყოს, მხარეებს მინიმუმ ყველას ერთი რაღაცა უნდა უნდოდეს, ხო? შეიძლება განსხვავებული პირობებით, განსხვავებული მოდელობით, მაგრამ ომის დასრულება უნდოდეს. ახლა ჩვენ ვიცით ნამდვილად, რომ ომის დასრულება სურს უკრაინას ცალსახად, ვიცით, რომ ომის დასრულება სურს ევროპას, ვიცით, რომ ომის დასრულება სურს დონალდ ტრამპს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს არ სურს ომის დასრულება. მის ინტერესში არ შედის დღევანდელი მდგომარეობით ომის გაჩერება,
იმიტომ რომ ის თავის უპირატესობას რასაც ფლობს იმას ინარჩუნებს და ურჩევნია რომ სათამაშო თქვათ მაგიდასთან ამბერკეტებით ილავიროს იმისთვის რომ სათავისო ზუსტად ის გამოივაჭროს რასაც ან მაქსიმუმი გამოივაჭროს თქვათ რასაც ის პირობებად აყენებს შესაბამისად ჩიხურ ვითარებაშია თვითონ აი ამ დიალოგის წამოწყების პროცესი საერთოდ რამეს მოიტანს თუ არა საერთოდ შედგება თუ არა ეს შეხვედრა და მე რას მოიტანს ამას ძალიან სკეპტიკურად უყურებენ ევროპელი ლიდერები თუმცა ამის პარალელურად ისინი განაგრძობენ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობას და რუტემ ნატოს გენერალურმა მდივანმა გუშინ კიევში ვიზიტის დროს ძალიან ნათლად თქვა ორდონიანი უსაფრთხოების შესახებ პირველი არის უკრაინის ჯარის გაძლიერება და უკვე მერე არის ყველაფერი სხვა აი თქვენ რაზეც თქვით რომ თავარია პუტინს ესმოდეს რომ უკრაინის ჯარი იქნება ძლიერი და ის ამ წაგებული კარტით თამაშს ვერ გააგრძელებს მუდმივად უსაფრთხოების გარანტიებზე იმიტომ კეთდება ახლა ასეთი გაძლიერებული აქცენტი რომ მათ შორის ზელენსკიმ ძალიან მკაფიოდ დააყენა თავის მხრივ პირობად რომ არ შეიძლება უსაფრთხოების გარანტიებზე იყოს მხოლოდ ქაღალდზე საუბარი იმიტომ რომ ამაში უკრაინას ცუდი გამოცდილება აქვს და იმიტომ ვიცით რომ პუტინი თუ მას ეფექტურ შემაკავებელს არ დაუპირისპირებ ის ქაღალდზე არსებულ ვალდებულებებს არ აღიარებს, არ იცავს ამის მთელი ისტორია. ერთი პირობა არ არსებობს, რომელიც პუტინს დაუწია მთელი მისი პრეზიდენტობის პირობებში. ან არც ერთი საერთაშორისო ვალდებულება მას ბოლომდე არ დაუწია და არ შეუსრულებია. მან ტაქტიკურად მხოლოდ მაშინ დაიხია უკან, როდესაც რეალური ზეწოლა იგრძნო, რეალური საფრთხე იგრძნო. ამ საფრთხეებს დღეს მდგომარეობით ის ჯერ ვერ გრძნობს. ამიტომ ითხოვს ევროპა ასე დაჟინებით უსაფრთხოების გარანტიებს პრაქტიკული თვალსაზრისით, ანუ პირველ რიგში უკრაინის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერება, მაქსიმალური შესაძლებლობები და რესურსით იმისთვის, რომ მომავალში ნებისმიერი ტიპის ესკალაცია იქნას თავიდან აცილებული და უკრაინამ შეძლოს დაპირისპირება, მას შემდეგ რაც ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყება და მოლოდინი არსებობს, რომ პუტინი ამ პირობებს დაარღვევს. ამაზე არის საუბარი, ანუ უკრაინა უნდა იყოს დამოუკიდებლად საკმარისად ძლიერი იმისთვის, რომ თუ როგორც მოსალოდნელია პუტინი პირობებს დაარღვევს, მათ უნდა კონდეთ შესაბამისი პასუხის შესაძლებლობა დასავლეთთან ერთად და ნატოს მოთამაშეებთან ერთად, მით უმეტეს რომ საუბარია რომ ნატოში გაწევრიანებაზე უარი ერთ-ერთ პირობად უნდა განვიხილოთ სამშვიდობო მოლაპარაკებებში. ამას ითხოვს პუტინი, ყოველ შემთხვევაში არა მარტო ტრამპიც ამბობს რომ ეს გამორიცხულია. რომ ეს შესაძლოა კომპრომისის ნაწილი შესაძლოა იყოს კომპრომისის ნაწილი. ნახოთ საერთოდ შედგება თუ არა ეს შეხვედრა და რა გამოვა აქედან, მაგრამ თქვენ არც ერთი ყველა შეუსრულებელი შეთანხმება რუსეთის მხრიდან, ეს აქცენტირებული იყო ევროპელი ლიდერების მხრიდან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდგომ მაკრონმა სტუბმა ყველამ ნატოს გენერალურმა მდივანმა ყველამ გაიხსენა საქართველო რომ საქართველო იყო ძალიან კარგი მაგალითი რომ ჯერ შემოიჭრა ტრამპმაც თქვა რომ საქართველოში შემოიჭრა და წაიღო საქართველოს ნაწილი რუსეთმა მიუხედავად იმისა რომ აქ გვიმტკიცებენ რომ ომი მაშინდელმა ხელისუფლებამ დაიწყო და ასევე რომ ეს არის მაგალითი იმისა რომ რუსეთი არასოდეს ასრულებს შეთანხმებებს სად არის საქართველოს ამჟამინდელი მმართველი რეჟიმისგან აბსოლუტური დუმილია ამ კუთხით აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ სურათში სად არის დღეს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ქვეყანა დღეს არის რუსეთთან, რუსულ პოზიციებთან, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის დე-ფაქტო მმართველობა დღეს არის პირდაპირ მოსკოვის ხელში. ან ყველა პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში მიიღება, არის მოსკოვიდან ნაკარნახები, იქ მიღებული და შემდგომ თარგმნილი და გადმოტანილი თბილისზე. ივანიშვილის რეჟიმი არამხოლოდ არ დუმს ამ პროცესებთან მიმართებით, არამედ ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით ივანიშვილის წარმომადგენლების მხრიდან განცხადებებს, რომლებიც არის რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები დასავლეთის წინააღმდეგ, სადაც ისინი განიხილავენ რუსეთს როგორც მსხვერპლს ამ ბრძოლაში და სადაც ისინი გულშემატკივრობენ სწორედ
რუსეთის ბრძოლას, თუ რუსეთის ომს და რუსულ პოზიციებს მათ შორის აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ პროცესში. ამიტომ საქართველოს დღეს როგორც ასეთი ევროპული თუ დასავლური გადმოსახედიდან დამოუკიდებელი სიტყვის მანდატს საერთოდ არ ფლობს, ისინი არ მოიჩნევენ, რომ ივანიშვილი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს იღებს, ის შეიძლება მიკროდონეზე იღებს გადაწყვეტილებებს, რომელ კრიმინალს როგორ მოექცეს და ვისთან რა შეთანხმებები აწარმოოს, მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობებში ივანიშვილი ხმის უფლების მქონე პირად არ მიიჩნევა. საქართველოს აქ რაიმე რაღაც სუვერენული დამოუკიდებელი პოზიციები არ გააჩნია. საქართველოს მოიაზრება, რომ მათ შორის კავკასიაში, სომხეთისგან და აზერბაიჯანისგან განსხვავებით, რომლებმაც ახლა ძალიან ეფექტურად მოახერხეს რუსული გავლენების პრაქტიკულად ჩანაცვლება, ისინი პრაქტიკულად გათავისუფლდნენ რუსული გავლენისგან და აბსოლუტურად განსხვავებულ ალიანსებზე მიდგა საუბარი, ამიტომ დასავლეთის პერსპექტივიდანაც ამ ეტაპზე რუკის ამ ნაწილში ასე ჩანს, რომ საქართველოს არის რუსულ მხარეს, ხოლო სომხეთი და აზერბაიჯანი დასავლურ ნაწილში, სადაც პერსპექტივები სწორედ მათთვის იხსნება და საქართველოს აქ ამ გადმოსახედიდან აზრიც არ მოეკითხება. კი ბატონო, სამწუხაროდ ეს არის რეალობა და მოვიდრე საუბარს ავასრულებდა თქვენთან, ქალბატონო, მინდა ვიკითხო, რა ხდება შიდა პოლიტიკაში, ივანიშვილი არის ამ რეჟიმის სათავეში და ის ძალიან უცნაურად ცვლის მისთვის ერთგულ კადრებს, ან არაერთგულ კადრებს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში 5 თვით აღმოჩნდა ოხანაშვილი დანიშნული სუსის ხელმძღვანელის პოსტზე. რა შეგიძლიათ თქვათ, აი დღევანდელი კობახიძის გამოჩენა ასეც არიელ მთავრობის კანცელარიაში, არც ერთი ედგა გვერდით, არც მეორე, არც წასული, არც მომსვლელი და ძალიან ტონით ყვებოდა, რომ წავიდა მრჩევლად გადაიყვანა ოხანაშვილი. და ჩაანაცვლა მდინარაძით. უდაოა, რომ შიგნით გარკვეული გადათამაშებები მიდის, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ეს ემსახურება ძალაუფლების გამტკიცებას. ეს ემსახურება ვერტიკალის გაწმენდას, ეს ემსახურება ყველა შესაძლო პოტენციურად მოწყვლადი სუსტი რგოლებისგან სისტემის გაწმენდას, იმიტომ რომ ივანიშვილს ძალიან მყარად აქვს გადაწყვეტილება მიღებული, შეიძლება დამოუკიდებლად არა, იმიტომ რომ მას სხვა არჩევანიც არ აქვს, მაგრამ ძალიან მყარად აქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ მან აქ ძალაუფლება უნდა შეინარჩუნოს და მისი ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი გზა არის აბსოლუტური დიქტატურის დამყარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ის ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს. ამიტომ ნებისმიერი ტიპის, მათ შორის საკუთარი ვერტიკალის პირობებში, ნებისმიერი ტიპის რყევა, ნებისმიერი სუსტი რგოლი, რომელსაც შეიძლება სანქციების ეშინოდეს, რომელიც ზეწოლას ვერ უძლებდეს, რომელიც კორუფციულ გარიგებებში შეიძლება იყოს თავდაცვის მიზნით, ეს არის მისთვის დიდი გამოწვევა და ამიტომ ჩემი აზრით ეს გავს წმენდას, რომელიც ემსახურება მის ძალაუფლების კონსოლიდაციას მათ შორის თავის რიგებში. დიდი მადლობა ნინო კალანდაძეს, რომ იყო ჩვენი სტუმარი.